სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა ჩვენთან არს მერტი. ერთმანეთს აგლოცოთ, ერთმანეთს გაგაბაროთ, გაგაძლიეროთ. გილოცავთ ამ წმინვალე დღესასწაულს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს. და საოცრებაა ქრისტიანობა, არა? ადამიანი გარდაიცვალა და ჩვენ ვზეინობთ და გვიხარია, რატო, რა ხდება? რაღაცა გაუგონარი რამეა, ხო, რომ გარდაიცვალება ადამიანი, გლოვობ და ვტირი ვართ. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ქრისტეს აღდგომით სიკვდილი დაიდრგუნა, ქრისტეს აღდგომით ჯოჯოხეთი შეიმუსრა, ქრისტეს აღდგომით ეშმაკი განადგურდა და ჩვენ სიკვდილის აღარ გვეშინიათ, მან უნდა და ანუ ჩვენ თუ ჭეშმარიტი ქრისტიანები ვართ, ჩვენ სიკვდილის არ უნდა გვეშინოდეს, იმიტომ რომ ჩვენი ეკლესიური ცხოვრება, ჩვენი აღსარებები, ჩვენი ზიარება, ჩვენი სათნოებები, რასაც აკეთებს ქრისტიანი და უნდა აკეთებდეს, ხო? ყველაფერი რა არის? რა არის? ვისთვის ვაკეთებთ ამ ყველაფერს, რომ ჩვენ უფალთან დავმკვიდრდეთ. ვისთვის ვაკეთებთ ამას, რომ ჩვენ 60 უნდა დავემკვიდროთ. ანუ ჩვენ რო გავავთ ამ ცხოვრებიდან ღმერთთან უნდა მივიდეთ. ეს არის თავარი. ჩვენ უნდა აი ეშმაკი ამას გვატყულებს, რომ შენ არ მოკვდები, შენ არაფერი არ დაგემართება, არაფერი. სხვას დაემართება, შენ არ დაგემართება. და ტყუილში ადამიანი, იგი ხდება რომ რაღაცა იმაშია, არ ვიცი, ყველაფერი კარგად არის. არა და არ არის ესე. ჩვენ წავდგებით, ჩვენ ყველას გველოდება ღმერთთან წარდგომა. ჩვენ ყველას გველოდება უფალთან მისვლა. ჩვენ ყველას გველოდება საზვერების გავლა. აი დღეს მიძინების დღესასწაულია და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი წარმოიდგინეთ, მივარ ჩვენ მანამდე ყოვლადწმინდა ღვთისმშობელიც კი, როდესაც მაცხოვარი გამოეცხადება, ეუბნება რომ მეშინია საზვერების გავლის. და გევედრებით ზეო ჩემო და ღმერთო ჩემო, არ მანახო ეს საშინელებები. ვდებით ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ამბობს. ჩვენ როგორ ცხოვრობთ, ჩვენ როგორი მოშეგულები ვართ, როგორ აპარტავნებაში ვართ, დიდების მოყარეობაში ვართ, ვერცხლის მოყარეობაში ვართ, გარკვეული ბილწი, აზრები, ფიქრები, ცხოვრება, რა ვიცი, რა დღეში ვართ და საერთოდ არ გვეშინია. ამ ცხოვრებას ისე წარმართავთ, ისე ცხოვრობთ, რომ ვითომც არაფერი, ან ხონია რომ ძალიან მაგარი წმინდანები ვართ, და ჩვენთვის გარანტირებულია სამოთხე. ესე არ არის, ამაზე ფიქრია საჭირო. Em ყველაფერს რასაც ბლები ხადაგებენ, რასაც კითხულობთ წმინდა მამათა ცხოვრებაში, ჩვენ ცხოვრებაში უნდა განვახორციელოთ. ჩვენ უბრალოდ კითხულობთ და რაღაცა ან მოვისმენ და აუ რა მაგარი ხადაგება იყო, აუ რა კარგი იყო და რაღაც მე რო იყო უნდა ცხოვრებაში განახორციელო. ეს მარტო თავში ჩაიდო ესე არ არის და მე ვიღაცებთან იაპარტავნო რომ მე რაღაცა იქადაგო და რაღაცა იხდის მეტყველო. არ არის ეს, ცხოვრებაში უნდა განვახორციელოთ ეს ყველაფერი. აი ღვთისმშობელი როგორ ემზადებოდა სიკვდილისთვის. აი, როდესაც ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი თითქმის ყოველდღე გადიოდა უფლის საფლავზე, აღდგომის შემდეგ და ლოცულობდა იქ თავის ძის და ღმერთის წინაშე. და როგორც გაბრიელმა ახარა უფლის შობა, რომ შენგან უნდა განხორციელდეს, ესე იგი უფალი ჩვენი იესო ქრისტე, აი ესევე მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხადება და აუწყებს, რომ დადგა ის ჟამი, რომ შენ უნდა გაყვიდი ამ სოფლიდან. და იწყებს მომზადებას ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი უფალთან წარსადგენ, ანუ გასასვლელად ამ სოფლიდან. აი ნახეთ ჩვენც ესე უნდა ვიყოთ, ჩვენც უნდა მოვემზადოთ ამისთვის. ეს პარალელები ყოველთვის შენ ცხოვრებაში უნდა გააკეთქნა. ნუ გონია რომ ესე ვიქნებით. არა, კიდევ ამბობ, აი როგორც ადამი და ევა მოატყულა ეშმაკმა სამოთხეში, ხო? დაუთხრა უფალმა, თუ შენ ამ ხის ნაყოფს შეჭა, ყველაფერი შეგიძლია. ყველაფერი შეგიძლია ჭამო, როგორც გინდა იყავი, იხარე, იბედნიერი, ინეტარე, მაგრამ აი ამ ერთი მცნება დაუძო. აი ამ ხის ნაყოფს თუ შეჭამ, შენ მაშინ მოკვდები. უფალი ეუბნება ადამიანს. და ამ დროს ეშმაკი რას ეუბნება? რატო არ ჭამ ამ ხის ნაყოფსო? და ის ეუბნება, რომ უფალმა მითხრა, არ მოშევ, რა არ არის ესეო? შეჭამეო და უკტავი გახდები, ღმერთი გახდები. ნახე, მოატყულა. ანუ ჩვენ ეშმაკი გვატყულებს, რომ ჩვენ ბედნიერები ვართ, ჩვენ არაფერი არ გვიჭირს და ჩვენ დავდივართ პანაშვიდებზე, გასვენებაში, რავი, პატარები, ზაგარ სოციალურ ქსელში, ტელევიზორში, სულ გვესმის ახალგაზრდების გარდაცვალება, ხადრა. და ჩვეულებრივი გავიგებთ იქ უმძიმესი სნეულება დაემართა იმას. მე არა. ეშმაკი გატყულებს, შენ არა. შენ არ დაგემართება, შენ არ მოკვდები, შენ ეს ტყუილია. იცხოვრე რა ხალისიანად, მაინც ერთხელ დაიბადე, იმრუშე კიდევაზე, თან დაგეზაროს ეკლესიაში წამოსვლა, ადროს აღსარება, მაინც მერე ვიტყვი, ზიარება, ნუ 1000 ერთხელ ვეზიარები. ვდები, აი ამას გატყულებთ ეშმაკი, ვატყულებთ ჩვენ ეშმაკი და ამიტომ ჩვენ ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ. ძალიან ყურადღებით, აი ნახე როგორ ემზადებ. ჩვენც უნდა მოვემზადოთ. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ დადგება ის ჟამი, რომ ჩვენ წავდგებით ხის წინაშე. ამიტომ გზად უნდა ვიყოთ
ქრისტესთან წარსადგენად. მომზადება ეს არის. რა უნდა მოემზადოს? რომ უნდა გეშინოდეს ცოდვის ჩათენის. უნდა ფიქრობდე რომ უნდა გონიერად უნდა იყო და უნდა ხიზლად უნდა იყოს ქრისტიანი რომ რამე ძიმე ცოდვაში აჩავარდა. თუ ჩავარდები იმ წუთშივე აღსარება, იმ წუთშივე სინანული, ზრემლები, უფალო შემიწყალე, მაპატიე, გაიგეთ, აი ესაა მომზადება და როდესაც მამები გვასწავლიან, როდესაც ამაზე ფიქრობს ადამიანი, რომ დღეს ჩემი უკანასკნელი დღეა, ის არ შეცოდავს. თუ მართლა იფიქრე, აი რომ ადგები დილით და თქვი რომ აი დღეს ხო შეიძლება ჩემი უკანასკნელი დღეა. აბა როგორ ზუსტად რო იცოდე რომ დღევანდელ დღეს გადიხარ, რაც ხო როგორ იცხოვრე? წახვალ აღსარებას იტყვი, მოწყალებას გასცემ, ყველაფერს ამატიებ, იმიტომ რომ იცი რომ თავდება შენი ცხოვრება. ესე უნდა იყოს ყოველი დღე, იმიტომ რომ რეალურად ესია, რომელიღაცა დღე დასასრულია ჩვენი ცხოვრების. ამიტომ მზად უნდა ვიყოთ, ღვთისმშობელი, ყველაზე წმინდა, ისე მზადებოდა სიკვდილი, ისე მზადებოდა უფალთან წარზე და ჩვენ როგორ ვმართებს, მით უმეტეს რომ ცოდვებში ვარ ჩაფურულები და არაფრის გაკეთება ჩვენ არ გვინდა და სიზარმაცეში ვარ, არ ვლოცულობთ, არ ვმარხულობთ, არ ვკითხულობთ არაფერს, ჩართულები ვართ ამ სოციალურ ქსელებში, დილით და საღამომდე ტელეფონებში გვიდევთ, ერთმანეთის განკითხვა, ერთმანეთის ჭორაობა, ერთმანეთზე ცუდის თქვა, ესა და აი ამაში გადის მთელი წლები და დრო ძმანოდადა. მიატოვეთ ეს ყველაფერი. და არ განიკითხოთ არავინ, თქვენი თავი განიკითხეთ, თქვენ თავზე იფიქრეთ, ჩაერთეთ, წაიკითხეთ სახარება, სამოციქულო, ეპისტოლეები, გათიცნობიერდით, ქრისტე გაიცანთ, ქრისტე უნდა გავიცნოთ. ეკლესიაში დადის 20-30, 40 წელი აღსარების ჩაბარება არ იციან, როგორ უნდა ჩააბარო. არ იციან არაფერი არ ქრისტეს არ იცნობენ. ქრისტეს არ ვიცნობ ჩვენ. ქრისტიანობა რა არის არ ვიცით. ამას სჭირდება შრომა, ამას სჭირდება დრო უნდა გამონახოთ სულისთვის, ხალხო, დამიჯით რომ ეს არის ყველაზე ძვირფასი. უფალი რას ამბობს? რა სარგებელია, რომ კაცმა ყოველივე შეიძინოს და სულითვის იზღვიოს. რა სარგებელია? იმიტომ რომ დადგება ეს სამი, ეს ყველაფერი, შენი პატივი, შენი დიდება, შენი ფულები, შენი ქონება, შენი ყველაფერი გადაიწევს გვერდზე. გახდება როგორც ფერფლი, აი შეუბერავ ფერფლს და გაიფანტება, ესე გაიფანტება ყველაფერი და სული არის ყველაზე ძვირფასი. ყველაზე ძვირფასი, აი თქვენი სულებისთვის, აი აქ რამდენი ხალხი დგავართ, თქვენ კი არა მარტო, მთელი სამყაროში, ვინც კი დაბადებულა და ვინც კი დაიბადება, ხო, ყველასთვის ამ სული ისეთი ძვირფასია, ყველასთვის ქრისტემ სისხლი დაღვარა. სისხლი დაღვარა შენი სულისთვის, შენ ღვთის ტაძარი ხარ, როგორ ბედავ და ცოდვილად ცხოვრობ, როგორ ავართ, აი მოკლედ ძიმე მდგომარეობაში ვართ, მაგრამ უნდა მოვიყრიფოთ ძალები, უნდა მოვიყრიფოთ და გამოვხიზდეთ, რომ ვიცხოვროთ ქრისტიანად. აი დღეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულია. საოცარი არის, რომ ღვთისმშობელი, როდესაც გამოეცხადება გაბრიელს და ეტყვის, რომ შენ უნდა გახვიდე ამ ცხოვრებიდან, ის იწყებს მომზადებას, ლოცვას, ვედრებას. ფოქტებით, საერთოდ არც არაფერი ქონდა, სიმდიდრე, საერთოდ არაფერი ქონდა, რაც ქონდა, ისიც კი მოწყალებად გაცა და ითხოვა ესეთი რამე, რომ გევედრები უფალო ჩემო, რომ მინდა რომ მოციქულები ვნახო ყველაო. და ამ დროს მოციქულები სხვადასხვა მხარეში არიან გასულები და ქადაგებენ ქრისტიანობას. 5 მოციქული გარდაცვლილია უკვე, წარმოიდგინეთ და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს უსულებს უფალი ჩვენი იესო ქრისტე ამ სურვილს და სასწაულებრივად, ზოგი ეხლა საბერძნეთში იყო, ზოგი იტალიაში იყო, ზოგი სხვადასხვა ქვეყნებში და მწყისიერად სულიწმინდის მადლით ხდება სასწაული და ყველანი ესე ღრუბელი აგიტაცებს და აი ხატი ჩვენ დაბრძანებულია და იქ დააკვირდებით მოციქულები როგორ მიდიან ყოვლადწმინდა ღვთისმშობელთან, ესე იგი ღრუბლით, ესე სასწაულებრივად აგიტაცებიან და ესე იგი გაჩნდებიან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახლში, სადაც ღვთისმშობელი არის ესე იგი ემზადება უკვე გასასვლელი, გასაოცარი რამე არის, სასწაული და უყვებიან ეხლა მოციქულები ღვთისმშობელს, რომ მე აქ ვიყავი, ხადაგებდი და სასწაულის მოხდა, რომ ეს 5 მოციქულიც წრეთით აღსდგა, წარმოიდგინეთ და ისინი წარდგნენ და წარმოიდგინეთ მარტო მოციქულები კი არა, იმ დროინდელი მდემთავრები, მოწამეები, ძველი აღთქმის წმინდანები, დავით წინასწარმეტყველი, ადამი, ევა, აი ეს უდიდესი წინასწარმეტყველები, აბრაამის მთელი ზეცა ჩამოვიდა დედამიწაზე, წარმოიდგინეთ ღვთისმშობელთან შეიკრიბა ანგელოზები, მთავარანგელოზები, კერუბიმები, სერაფიმები. ეხლა უბრალოდ წარმოიდგინეთ როგორი მდგომარეობა იყო. მოციქულები შიში წოლით იყვნენ, ეშინოდათო და გაიხსნა ცაო და გარდამოდის უფალი ჩვენი იესო ქრისტე. თავისი ძე, ჩვენი ღმერთი, ყველას მთელი სამყაროს შემოქმედი, აი წარმოიდგინეთ პატარა სახლში მთელი ზეცა ჩამოვიდა.
როგორ შეიძლება იკითხავთ და აი როგორ ხდება ეს ყველაფერი. აი ნახეთ რა ხდება თმანდა დანო, როგორ საიმ სახში მოხდა ეს ყველაფერი. აი აქ აი ამ საკურთხეველში ხდება ყოველ წირვის დროს. ყველა კვირას, როდესაც წირვა ტარდება, აი ეს ხდება, რომ როდესაც წირვა ტარდება და მდელი გადასახავს პურს და იტყვის დაყავ პური ესე პატიოსან ხორცს ქრისტეს შენისა და სისხლი ქრისტეს ღვთისა, ხო? აი ეს გარდაიქმნება ძმანო და თელი ზეცა ჩამოდის აქ. მე სულ ამის პრობლემა სულ თითქმის ყველა ქადაგებაში ამას ვამბობ ხოლმე. ჯერ პირველ ჩემ თავს ვეუბნები ამას ხოლმე. აქ უნდა შიშით ვიდგეთ, ძრწოლით უნდა ვიდგეთ. ესე არ შეიძლება ჩვენ როგორც ვიქცევთ. ხმაურია ტაძარში. აი ძალიან დიდი ქაოსია ჩვენ ტაძარში. ეს უნდა გამოვასწოროთ მან ძმებოდადები. ერთმანეთის პატივისცემა ვიღაცა დგას და უნდა რომ გონიერად მოისმინოს ლოცვა. შენ ვარ დუდუდუდუ ლაპარაკო, რა გალაპარაკებს ტაძარში? გადი გარეთ და გარეთ ვილაპარაკებ, თუ სალაპარაკო. ან საერთოდ ტაძარში რატომ მოდიხარ სალაპარაკო? რაღაცა მოშებულები ვართ, მოშებულად დგავართ. აი ვითომც არაფერი, რაღაცა მოდიხარ სპექტაკლზე რომ უყურო ამას და თან იტანჯები ერთი სულიკან, როდის დამთავრდება. არ არის ესე ამიმით რო ხარ მოსული, იმითომ ხარ ესე მდგომარეობაში და გულით თუ ხარ მოსული ეკლესიაში და გინდა მართლა მოისმინო, გინდა მართლა რომ რაღაცა მიიღო, ხო? უკვე სხვანაირად უყურებ ამ ყველაფერს. უკვე სხვანაირად ახლა ჩართ. არ უნდა ისაუბრო, რომ შემოხარ. რაღაცა დამინახია, შემოსვლა, ვა, როგორ ახარ და რაღაცა თითქოს რაღაცა იმაში შემოხვედი, რა ქვია, შენ რესტორანში შეხვდი, შენ საუკეთესო ახლობელს და გადაეხვევი და პაჩიპუჩები და აბა რა ხდება და როგორ დაისვენე. ეს რა არის, ხო? ტაძარში დავდივარ, იმის მაგივრად რომ ამ ტაძრიდან ცოდვით განწმენდილები გავიდეთ, გავდივარ დამძიმებული ცოდვებით. ეს დაიმახსოვრეთ ეს. არ ელაპარაკო. უზრდელობა არ არის ვიღაცა რომ დაგელაპარაკება და შენ ტაძარში უზრდელობა არის რომ ელაპარაკები ვიღაცას. თორე შენ რომ არ ელაპარაკე, არა. აი ეს ანიშნე ხელი. არ მინდა შენ ხალაპარაკე. იმიტომ რომ ძიმე ცოდვა არის, მომაკვდინებელი ცოდვა არის. აქ ანგელოზები ქრისტე განისვენებს, ღვთისმშობელი, წმინდანები და შენ აქ რაღაცას ლაყობ და ლაპარაკობ და ხმაურობ. ეს საშინელეს რა არის ეს? თეატრში რო შედის ადამიანი იქ ტელეფონი უნდა გაჯიშო. ტელეფონმა რო თეატრში დაგირეკოს, მთელი საზოგადოება შემოქმედავს და იტყვის ნუ უზრდელი ხარ რა. ტელეფონი ვერ გავთიშეთ, ტაძარში რომ მოდიხარ. ანუ არ მოდიხარ მომზადი, მე რაი მიდიხარ ჩვენ, ანუ არანაირი შიში, არანაირი კრძალვა, არაფერი არ არის. ეს არის დამღუპველი ჩემო ძვირფასები. ეს დამღუპველი არის. და აი წარმოიდგინეთ, გაიხსნება ზეცა და გარდამოდის უფალი ჩვენი იესო ქრისტე. გარდამოდის თავისი დიდებით, მანუდადან, ნახო როგორ პატივში აიყვანა თავისი დედა. ანუ ჩვენც როგორ პატივი უნდა ვცეთ ჩვენ მშობლებს, როგორ უნდა გვიყვარდეს ჩვენი მშობლები. აი ნახე მაცხოვარმა ანგელოზები კი არ გამოაგზავნა, ქერუბიმები და სერაფიმები და არამედ თვითონ მოვიდა მისი სულის წასაყვანად, მანუდადან და დაიწყეს გალობა და ამ გალობით, ესე იგი, აი ხათან არის ესეთი ხათა კარგად არის რომ მაცხოვარს უჭირავს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ასვენია და მაცხოვარს უჭირავს პატარა ბავშვი. ეს პატარა ბავშვი სიმბოლურად სულს განასახიერებს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელისა. აი მე წაგიკითხავთ ერთ საოცარ სიტყვას ეს წიგნი წმინდა მე წმინდანა ვთვლი ჯერ არ არის შერაცხული, მაგრამ ეპისკოპოსი ელია მენიატისი დიდი მადლობა მინდა უთხრა ნინო გულიაშვილს, თუ ეს დიდებულად თარგმნა ეს საოცარი წიგნი და მე მინდა რომ აი პატარა სიტყვა წავიკითხო ამ დიდებული დემთავრს. აქ დედამიწაზე ქვეყნიერების ყოველი მხრიდან სასწაულებრივად შეკრებილ წმინდათა მოციქულთა მიერ პატიოსთან დასაკრძალვის სხეულია დასვენებული. მაგრამ სიკვდილის გამო ნუ დავწუხდებით. უწმინდეს ქალწულში ყოველივე ზიადამიანური იყო და მან მარტოოდენ სიკვდილით გვიჩვენა რომ იგი ადამიანური ბუნებისაა. ანუ მასში არანაირი ცოდვა არ იყო, მანუდადა. ის ანგელოზი ცხოვრობდა და უბრალოდ ადამიანი იყო, რა თქმა უნდა, მაგრამ თავისი ნებით მასში ცოდვა არ იყო. მასში მხოლოდ ადამიანის ცოდვა იყო. ანუ მასაც ჭირდებოდა გამოხსნა, მასაც ჭირდებოდა მაცხოვა. დანარჩენი სხვა ცოდვა მასში არ იყო. წარმოიდგინეთ, როგორი წმინდა იყო. და ამით მიგვანიშნაო, რომ ადამიანი იყო, იმიტომ სიკვდილით და გარდაიცვალა. იმიტომ სხვა ვიცი მასში არ იყო. თუმცა ღვთაებრივი მადლის უპირატესობა თავი აქაც იჩინა. როცა ყოვლადწმინდა მარიამმა მუცლად იღო, მუცლადღება მისი უბიწოი, როცა შობა უხსნელი, მოკვდა და მიძინებაც უკტავი აღმოჩნდა.
სიკვდილი ტანჯველია ჩვენი მოდგმისა, ასულია წყევისა და დედა ხწნისა, მას ადამის ძელი ტყვეთყავდა თავისი ბნელეთის სამეფოში. ეს სიკვდილი კი ტკბილი ძილია, რომლითაც ყოვლადწმინდა დედოფალმა ხწნადი ცხოვრების ბოლოს თითქოს და მოისვენა, ან ღვთაებრივი სიყვარულის აღმაფენა, როცა თავის უსაყვარლე ძესთან მოსწრაფედ ანაგზავრი საკუთარი სხეული მცირე ხნით მიატოვა. თუმცა ქერუბიმთა ეტლით ატაცებულმა სხეულმაც იგივე გზა გამლო და განდიდებული ზეცად აამაყდა. იხილეთ სამარე გეცემანიაში, ის цаრიელია, რამე თუ საფლავს არ ძალუს დაიწიოს ცხოვრების დედა, განკაცებული ღვთის სამკვიდრებელი, ვისი ღირსი ადგილის ღვთაებრივი დიდების ტახტია. დედა ღვთისა, როგორც ცისა და მიწის დედოფალი, ყოველივე ქნილზეც აღმატებულ ტახტზე ზის, მარჯვენით ღვთისა დადგა დედოფალი მარჯვნივ შესა. ის მიწიერთა დედოფალია, რამე თუ მართალთა ეკლესია ღმერთის შემდეგ მას ეთაყვანება. მის უწმინდეს ფერდქვეშ აწყობს თავის კვერცხსა და გვირგვინს. მის მაღალ ტახტს მართლმადიდებელთა კრებული გარს ეფერვა. ვინ სნეულებისაგან კურნებას შესთხოვს, ვინ ხიფათის აცილებას, აი ეს მწუხარებაში ნუგე შევედრება, ის კი შეჭრებაში შველას. მოწყალების წყაროსაგან ყველა წყალობას ითხოვს და მთხოვნელი ღებულობს, ძებნელი პოულობს, რადგან მადლიან წყალობათა ზღვა ამოუშრობია, წყარო მადლისა დაუშრედელი. ის ზეციურ ძალთა დედოფალია, მას პატივსცემენ ეთაყვანებიან ყოველი უხორცო წესნი, ანგელოზნი მასში სისპეტაკის სრურქმის სარკეს მიაგებენ პატივს. თავარანგელოზნი ღვთაებრივ გამოცხადებათა უძვირფასეს კიდობას, ხელმწიფებანი მორწმუნეთა ყოვლადწლიერ ხელმწიფებას, ძალნი ეკლესიის გადაულახავ ზღუდეს, თავრობანი საყოველთაო ქსნის მაცხოვნებელ საწყის, უფლებანი თავიანთ უმაღლეს ქალბატონს, საყდარნი დიდების მეუფის განსულიერებულ საყდარს, ქერუბიმნი უმაღლეს უწყებათა ღვთივგარდნობილ საიდუმლო გზამკვლებს, სერაფიმნი ღვთაებრივი სიყვარულის ჩაუშქრობენ კანდელს. იგია დედოფალი, ვისაც თვით საბწყინვალე ღმერთ მთავრობა ესალმება, სულიწმინდა საძვლოს, ძედას სიტყვა მამაკაცეს გამოუცდელ დედას, მამა ღმერთი საყვარელ ყმას ღვთისას. წარმოიდგინეთ როგორი სიტყვებია. ანუ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი არის აღმატებული ყველაფერზე, ანუ დადა. ესე იგი, ანგელოზები, ქერუბიმები, სერაფიმები ყველაზე აღმატებულია. ხო ამბობ, უპატიოსნესა ქერუბინთასა და აღმატებით უზეშთაესა სერაფიმთასა. ესე იგი, ყველაზე წმინდა, ნახეთ ადამიანი როგორი გახდა. ანუ ღმერთმა რატო, როგორი ღირსყო თავისი დედა, რომ ასეთი დიდი წმინდანი გახდა, წარმოიდგინეთ, ანუ დადა. ამიტომ ჩვენ როგორც წმინდა მღვდელმთავარი გვეუბნება, რომ ჩვენ როგორ უნდა ვევედროთ ღვთისმშობელს. არაფრის არ შეგეშინდეთ, არასდროს არ მოიწყინოთ. ქრისტიანი არ უნდა იყოს მოწყედილი. როგორი ცოდვაშიც არ უნდა ჩავარდეს ადამიანი, იცოდეთ, რომ თქვენ გყავთ ღმერთი, ყველაზე ტკბილი და მოწყალე და დედა ღვთისმშობელი ჩვენი ყველაზე ტკბილი და მოწყალე. აი ეს ორი ყავს საოცრებად, მაგრამ დადანო, რომელიც ყველაფერს პატიებს. ყველა ყოველთვის გვერდში დაგიდგება. ოღონ შენ მოინდომე, ოღონ შენ გადადგი ნაბიჯი, ოღონ შენ გინდოდეს, შეავედრე შენი თავი, არ გავიდეს დღე, რამე, წუთი, წამი, რომ არ გაგახსენდეს ღვთისმშობელი და არ მოუხმე ყოველთვის და ის ყოველთვის შენს გვერდზე იქნება. როდესაც მაცხოვარი ეუბნება ამ სანამ გარდაიცვალება ღვთისმშობელი, მთხოვერაც გინდაო და ღვთისმშობელი ევედრება, რომ გევედრები დაიფარე შენი სამწყსო. გევედრები დაიფარე ყველა ის ადამიანი და შეუსრულე ყველა ის სურვილი, რასაც ჩემი სახელით შენ შეგევედრება და მაცხოვარი გადასახავსო, ესე იგი მარჯვენას ჯვარს გადასახავს და შენი სახელით თხოვნერს მე ყველაფერს შეუსრულებ. ხვდებით როგორი კადნიერი წმინდა ვყავ, დედა ვყავს ჩვენ ზეცაში უფალთან. ესეთი რამე გამახსენდა ეხლა, რომ ესე იგი ერთი კაცი იყო და ჩავარდა უმძიმეს ცოდვაში, მრუშობაში ჩავარდა. და ესეთი ქრისტიანი კაცი იყო და ნუ დაეცა ბეშმაკმა რაღაცა სამშვე დაუგო და დაეცა და იმრუშა და მიდის აღსარებაზე და ვერ იტყვის ამას აღსარებაში. შერცხვება. წარმოიდგინე და რაღაცა ნუ ვერ იტყვის დაფარავს. და რომ გამოვა ძალიან წუხს ეხა ძალიან ნერვიულობს ეხა რომ დაფარა, მაგრამ უნდა ეხა რომ რაღაცას გამოისყიდოს ეს ისა და ღვთისმშობელის ხათთან დგას და ევედრება და თავის ქონებას გაყიდის და ყველას მოწყალებას დაურიგებს და ნუ მოკლედ ცხოვრობს წმინდა ცხოვრობს. ოღონ ამ ეს ცოდვა არ ყვა აღსარებაში. ანუ დაფარა რა და ღვთისმშობელს ევედრება და რომ გევედრები დედოფალო ღვთისმშობელო რომ შეხო ისიო ეს ცოდვა რომ ჩავიდინო და ვთხოვო მაპატიო მე შენთვის ყველაფერს გავაკეთებ. და გადგება ჟამი და გარდაიცვლება ეს კაცი. და ანგელოზები მოვლენ და უნდა წაიყვანონ მისი სული და ამ დროს ეშმაკებიც გამოჩნდებიან და ეუბნებიან რომ ეს ჩვენი ამისო. იმიტომ რომ მან დაფარა აღსარებაში
შერცხვაო, ბრუშო მიცოდვაო და არ აღიარო. და ამიტომ ეს ჩვენიაო და დამწუხდებიან ეს შემატილი. და ამ დროს ღვთისმშობელი ევედრება უფალს. რომ უფალო ჩემო და ძეო ჩემო, ამ კაცმა ძალიან ბევრი იღვაცა ჩემს გამო. ყველაფერი გააკეთაო, აი სუბოწყალებას გასცემდაო, ყველაფერი გააკეთაო და ევედრებიო, არ გაწირო გოგერთისთვისო. არ წარწმედო მისი სული. და ნახეთ რა აღსარებას ამხელა ძალა. მაცხოვარი ეუბნება. ხომ იციო დედაო ჩემო, აღსარების გარეშე ცხონება არ არის. ამიტომ შენო შეგისრულებო ამ თხოვნასო და აღვადგენ მტრეთით იმ იმედით რომ იტყვის ამას აღსარებაშიო და ასე მიეტევება ეს ცოდვა. ანუ ნახეთ რა ხდება ჩვენ რო გამოვთხოვე რომ რა საჭიროა აღსარება კაცო, რა საჭიროა მდელთან მისვლა. ხოვდები რა იქ დავდგები ხატებთან და იმის წინაშე აღვიარებ ცოდებს. არ არის ეს. მხოლოდ და მხოლოდ მდელთან ხდება მიტევება ცოდებს. მხოლოდ და მხოლოდ მართლმადიდებელი მდელთან რო იტყვის აღსარებას მაშინ ხდება მიტევება ცოდებს. ხდები? ნახეთ ღვთისმშობელმა შეევედრა და უფალმა არ უთხრა, იმიტომ რომ ის სამართლიანია უფალი. და აღადგინა მტრეთით და გაიქცა ეს კაცი და რა თქმა უნდა თქვა აღსარება და 40 დღე იცოცხლა, 40 დღე იცოცხლა და 40 დღის შემდეგ გარდაიცვალა. ნახეთ როგორი ტკბილია ჩვენი დედა. როგორ ზრუნა ჩვენი სულებისათვის. ხორციელი იქნება თუ სული, ყველაფრისთვის ზრუნა. ამიტომ ევედრეთ ღვთისმშობელს. ამიტომ სუმასთან იყავთ, სულ გონებაში გქონდეთ ღვთისმშობელი და მით უმეტეს დღევანდელ დღეს შეთხოვეთ, პირველ რიგში შეთხოვეთ, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელო დაგვეხმარო, რომ ჭეშმარიტი ქრისტიანები ვიყოთ. დაგვეხმარო, რომ ჩვენი მაკიერებები მოვიშოროთ. დაგვეხმარო, რომ ჩვენ სათნოებები შევიძინოთ. დაგვეხმარო, რომ ჭეშმარიტი ნამდვილი ქრისტიანები ვიყოთ, არა რაღაცა მოჩვენებიდან. ისეთი ქრისტიანი კი არ ვიყო ღვთისმშობელო, რომ ნახრო მოვარ და სათნო სახით ავარ და გადიხარ და ეშმაკს ემსგავსებ. არა. ქრისტიანი უნდა იყოს ეკლესია, როგორც ეკლესიაში როგორც უნდა იყოს ჭეშმარიტი ქრისტიანი ეკლესია, ასევე გარეთ. ჩვენ ვართ მისიონერები, ჩვენ ვქადაგებთ ქრისტეს. ყველა ქრისტიანი, ჩვენი ქცევი, ჩვენი ლაპარაკი, ჩვენი ყველაფრი და შენ რო ეკლესიაში არ დგახარ და გადიხარ, მე იწევლები, კითხავთან გადიხარ. რაღაცა სისულელებს უსმენ განკითხვაში ბოღმა, გინება, წევლა და ამაშია ადამიანი. ის არ ცხვენს ქრისტიანობას. და შენ აბყოლებ ადამიანებს. ამიტომ ჩვენ ჭეშმარიტი ქრისტიანები ვიყოთ, ძმარო და დანო. მე დავასრულებ ამ დიდებული მდემთავრის სიტყვით, ამ დიდებულ დღესასწაულს, ამ საოცარი სიტყვებით. მიმადლებულო, ყოვლადქებულო, ყოველთა დედუფალო, ღვთაებრივი ნათებიდან, რომლითაც შენ მხოლოდშობილი ძის მარჯვენით მდგომი ტკბები, ჩვენზე, შენ მოგრძალებულ მონებზე ერთი ნეტარის სხივი წარმოგზავ. ამას აზე ამბობს ის ნეტარის სხივი, გამომჩა ვიტყვი ამასაც, რომ ესე იგი ერთი კაცი იყო ახალგაზრდა ჭაბუკიო და ძალიან უნდოდა ღვთისმშობლის ნახვა. ხო და ევედრებოდა, რომ ევედრები ღვთისმშობელო, ერთხელ მაინც დამენახეო რა. ერთხელ მინდა რომ დაგენახო და თუ დამენახეო და თუნდაცო წამერთოსო თვალები დაუბრმავდეო. და მართლაც გავა დრო და ამას სისტემატურად ევედრება და ესე იგი გამოვწყინდება ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, გამოეცხადება თავისი დიდებით. და ეს ადამიანი შეხედავს ამ ღვთისმშობელს და რომ მოხდება ეს ხილვა დაინახავს რომ ერთი თვალი აქვს დაკარგული. ღვთისმშობელს დაკარგული და კი არ დამწუხდება, რა ვარია თვალის დაკარგვა, აბა, კი არ დამწუხდება, გაუხარდება და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი კიდე გამომეცხადება და მეორე თვალიცო. ხო მაგო კიდევ ერთი გამოცხადება რომ მეორეც დავკარგო. ნახეთ როგორი ტკბილი, ანუ როგორი სიხარული გველოდება ჩვენ როცა წავდგებით მის წინაშე მასთან ერთად. ნახე რა ელოდება ადამიანს. არ გაცვალოთ ეს დიდი სიხარული აი ამ სოფლიურ სიამოვნებებში. არ გაცვალოთ, მანო და დამიჯერეთ, აი მაგრა შევწება, ისე ვინანეთ. არ შეგეშინდეს, არ ჯოჯოხეთის, არ ცეცხლის, არ მატლის, არაფრის არ შეგეშინდეთ, გეშინოდეთ, რომ ღვთისმშობელსო შენი დანახვა არ მოუნდება. უფალსო არ მოუნდება, ამის გეშინოდეს. ამაზე ეს გქონდეთ თავში, რომ ღვთისმშობელმა უარი არ თქვას ჩემზე. ხვდებით, აი ნახე ჭაბუკი ასეუნება და მეორე თვალისთანაც დავკარგავ და გამოეცხადება ღვთისმშობელი. და გამოეცხადება და რა თქმა უნდა გააკორნავს და მეორე თვალით აღეხილება ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი. აი ნახული რწმენა ქონდა აბრიშ და ამას აყოლებს წმინდა მამა ილია მინიატისიო რომ ესე იგი ჩვენზეცო შენ მოგრძალებულ მონებზე ერთი ნეტარის სხივი წარმოგზავნე. რაც იქნებოდა სინათლე ჩვენი დაბრუნებული გონებისათვის, ხურვალება ჩვენი ცივი ნებისათვის, რათა შენი ღვთაებრივი განმანათლებელის გზა ვიხილოთ და მოშოვნეთ ვიდოდეთ მასზე. შემდგომად ღვთისახსნას შენგან მოველით, ღვთისა და ჩვენო დედაო, შენგან მოველით თავდაბალ ხელისუფალთა გამარჯვებებს, კეთილმსახურ მეფეთა ზეიმს, ეკლესიის დამტკიცებას, მფარველობას მართლმადიდებელი
მართლმადიდებელი ერისათვის და ამ ქალაქისათვის, ანუ ჩვენი სამშობლოსათვის, იმიტომ რომ წირფედრია საქართველო ჩვენი, რომელმაც შენგან უდიდესი შეწევნა მიიღო. სასწაულია მართლა დღეს რომ ჩვენი ქვეყანა არსებობს, მან უნდა დანო. ლოგიკურად არ უნდა ვარსებობდეთ ჩვენ. მაგრამ ღვთისმშობელი არის ჩვენი ფარველი და ღვთისმშობელი გვიფარავ. ეს უნდა დავაფასოთ. თუ მიუშვებთ ამას, კონსტანტინოპოლის წირხვედრი იყო ღვთისმშობლის, მაგრამ დღეს კონსტანტინოპოლი არ არის, იმიტომ რომ მიატოვა ღვთისმშობელს. იმიტომ რომ მიატოვეს თვითონ ხალხმა თავისი გარკვეული ბინძური ცხოვრებით და ღვთისმშობელმაც მიატოვა და დღეს მუსლიმანური ყმული ისმისი, სადაც ცენტრი იყო მართლმადიდებლობის. ასე რომ ესე ნუართ ხოლმე, რა ქვია, ჩვენ არაფერი არ გვეხება და ჩვენ არ არის ეს. თუ არ ვიცხოვრეთ, დავიღუპებთ. ამიტომ ჩვენ ეს უნდა გვახსოვდეს. ამიტომ ფარველობას მართლმადიდებელი ერისათვის და ამ ქალაქისათვის, რომელმაც შენგან უდიდესი შეწევნა მიიღო. ყოვლადწმიდა უქალწულო, სახელო, გამომხატველო სიხარულისა, ნუ გეშისა და ქრისტიანთა ზეიმისა, ვითარცა საკმეველი, კეთილი და შესაწყნარებელი, ჩვენი ლოცვა და მარხვა შეიწირე, რომელსაც ამ წმინდა დღეებში შენ და სადიდებელად აღვასრულე. და როგორც აქ ეკლესიაში მოწიწებით, ბიამბორებით შენ წმინდა სასწაულმოქმედ ხატს, ასევე ღირსი გავხადე სამოთხეში შენი ხილვისა, რათა თაყვანი ვცეთ და ვადიდოთ მამა და ძე და სულიწმინდა აწდა დაუსრულებელთა საუკუნეთა ამინ. შენეციო დედა ღვთისმშობელი დაგოსოთ და გაგწევთ.